რატომ იწყება წყლის გაწმენდა სწორედ დალექვით? პირველად დალეკვის ავზები ჩამნერი წყლების გაწმენდაში. მარტივი ახსნა. ნებისმიერ ჩამნერი წყლების გამწვენს სადგურში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის პირველად დალეკვის ავზების გამოყენება. მაგრამ რას აკეთებენ ისინი და რატომ არიან ასე მნიშვნელოვანი? რა არის პირველად დალეკვის ავზი? პირველად დალეკვის ავზი ეს არის დიდი რეზერვუარი, სადაც წყლის მოძრაობა ნელდება. რათა მყარმა ნაწილაკებმა შეძლო ბუნებრივად გრავიტაციის გავლენით ფსკერზე დალეკვა. მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მშვიდი ზონა, სადაც წყლის მოძრაობა ნელდება და მძიმე ნაწილაკები ილექება. როგორ მუშაობს? როდესაც ჩამნერი წყალი შედის ავზში, ნაკადის სიჩქარე მცირდება, მძიმე ნაწილაკები ილექება ფსკერზე, რომელსაც ლამი ეწოდება, მსუბუქი ნივთიერებები ზეთი, ცხიმი და ასე შემდეგ ამოტივტივება ზედაპირზე, რომელსაც ეწოდება მოტივტივე ლამი. შუაში დარჩენილი უფრო სუფთა წყალი გადადის გაწმენდის შემდეგ ეტაპზე. მექანიკური სისტემა მუდმივად აშორებს ლამსა და მოტივტივე ფენას, რათა პროცესი ეფექტურად მიმდინარეობდეს. რა არის მთავარი მიზანი? მიზანი მარტივია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, შეწონილი ნაწილაკების 50-70%-ით მოცილება. მეორე, ორგანული დატვირთვის 25-40%-ით შემცირება. ეს ეტაპი იცავს შემდეგ ბიოლოგიურ პროცესებს და ზრდის მთელი სისტემის ეფექტურობას. ეფექტურობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია. რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს დალეკვის ხარისხს. პირველი, ნაწილაკების სომა და სიმკვრივე. დიდი და მძიმე უფრო ნაწილაკები კარგად ილექება. მეორე, ნაკადის სიჩქარე, საუკეთესოა ნელი და სტაბილური დინება. მესამე, ავზის დიზაინი, სიღრმე, ფორმა, წყლის შესასვლელი და გამოსასვლელი. მეოთხე, ტემპერატურა. თბილ წყალში დალექვა უფრო უკეთესად მიდის. მეხუთე, ფლოკულაცია, ნაწილაკების გაერთიანება დიდ ჯგუფებად. მეექვსე, დაყოვნების დრო, რათა დალექვა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. დრო არის დაახლოებით 1.5-2.5 საათი. რატომ არის მნიშვნელოვანი? პირველად დალეკვის გარეშე სისტემა გადაიტვირთება, ენერგიის და ოპერაციის ხარჯები გაიზრდება, საერთო ეფექტურობა შემცირდება. მისი არსებობით სისტემა ხდება უფრო სტაბილური, ეფექტური და ეკონომიკური. მარტივი ანალოგია. ეს გავს ტალახიანი მღვრია წყლის ჭიქაში დატოვებას. დროთა განმავლობაში მძიმე ნაწილაკების ფსკერზე ილექება და წყალი სუფთავდება. პირველად დალეკვის ავზი ამავე პროცესს ახორციელებს, მაგრამ ბევრად უფრო დიდ საინჟინრო მასშტაბებზე. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, რა არის პირველად დალეკვა? პირველად დალეკვა შეიძლება მარტივად ჩანდეს, მაგრამ ის წარმოადგენს ჩამნერი წყლების გაწმენდის პირველ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. სწორედ დაპროექტებული ავზი ქმნის საფუძველს მთელი სისტემის ეფექტური მუშაობისთვის. თუ მოგეწონა ვიდეო და ლაიქი, გააზიარა და გამოიწერა არხი მსგავსი ვიდეოებისთვის. და თუ ხარ ჩამნერი წყლების ოპერატორი და მუშაობის დროს პრობლემა შეგექმნა, მომწერა პირადში. კომენტარებში დამიტოვე შენი აზრი ჩამნერი წყლების გაწმენასთან დაკავშირებით.